პატარა მორაგბეები დიდი ოცნებებით. გიორგი, ნიკოლოზი და ნიკოლოზი, ანუ ორი ნიკოლოზი. რაგბის კლუბ რაშების ყველაზე პატარა მოთამაშეები არიან. უკვე წლები არა საკუთარი მიზნის მისაღწევად თავზოგავად ვარჯიშობენ და შრომობენ. კვირის ყოველი დღე მათთვის ნიშნავს ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს სპორტულ კარიერაში. ლუკა ვადაჩკორია თავის სიუჟეტში მორაგბეთა ახალი თაობის ისტორიას კიდევ უფრო დეტალურად გაგვაცნობს. გიორგი ბეჟვაშვილი ვარ 7 წლის, თამაშობ რაშებში. მე ნიკოლოზ გუგუნიშვილი ვარ 9 წლის და თამაშობ გუნდ რაშებში. მე ნიკოლოზ ტავატაძე ვარ 12 წლის და თამაშობ რაგბის კლუბ რაშებში. პატარა ქართველი მორაგბეები, ბავშვები, რომლებმაც უკვე იციან, რომ შრომით, მონდომებით და საქმისადმი სიყვარულით ყველაფერს შეძლებენ და დიდ წარმატებებსაც მიაღწევენ. ქართველ მორაგბეთა ახალი თაობა, რომლისთვისაც რაგბი არა მხოლოდ ბურთით თამაში, არამედ გუნდურობა, დისციპლინა და გამარჯვების ჟინია. რატომ გიყვარს რაგბი? იმიტომ რომ კარგი სპორტი. 5 წლის ვიყავი პირველად რომ დავიწყე რაგბის. მე ამ სპორტმა დამაინტერესა პირველად, როდესაც დავიწყე მასწავლა ჩემი მეგობარმა ეს რაგბი და ბოლოს ისე დაინტერესდი რომ უკვე მივახცე იმას რომ შევიდე რაგბზე. რაგბში ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინა და გუნდურობა. ვიყავი 7 წლის და მომეწონა რომ გუნდური თამაშია. მე როდესაც აქ მოვედი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ყველას დაუმეგობრდი. ყველასთან თამაშობდი და ურთიერთობა მქონდა ძალიან კარგი. თამაშის დროს ვარ ძალიან კონცენტრირებული და როდესაც ვიმარჯვებ, მიხარია და გულისკარი მიღება. მე ვარჯიშობ ყოველ დღე რომ გავხდე პროფესიონალი და კარგი მორაგბე. პირველად გადავწყვიტე 6 წლის ასაკში. ეს სპორტი შემოყვარა მამა. პირველად გუნდში მივედი ტიფლიში. იქ ვისწავლე პასი, ფეხის დარტყმა და ყველაფერი. მერე გადავედი მარტვეში. მარტვეშიც 1-3 წელი ვიარე და ახლა გადმოვედი რაშებში და ვიცავ რაშების ფეხებს. რაგბის თამაშის დროს შეცვალა მთავარი არის გუნდურობა და დისციპლინა. ჩემ გუნდელებს ვაძლევ მოტივაციას, რომ რამე თუ ცუდად გავაკეთეთ, არ აუშავს, გამოვასწორეთ, არ უნდა ვიჩხუბო. ამ გუნდში დავხვდნენ მე ძალიან თბილად. არაფერი ისეთი, რაც აი ჩხუბი და რა, ძალიან კარგად დავხვდნენ და მეც მომწონს ეს გუნდი. ბევრთან ვარ შეთამაშებული და ყველასთან მეგობ. მე მინდა რომ გავხდე ეროვნული ნაკრების მოთამაშე, ამისთვის თავს არ დავზოგავ და ყოველ დღე ვივარჯიშე. ღიარ გავა ვარჯიშის გარეშე. მათთვის ეს რუტინა კი არა, საკუთარი ოცნებისკენ აბიჯებია. უდიდესი ოცნება კი ერთია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ქართველი გულშემატკივრის წინაშე. მაგრამ ამ ყოველივეს მისაღწევად სჭირდებათ ის, ვინც სწორ გზაზე დააყენებს და მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მე 10 წელიწადია უკვე რაც ამ გუნდს ხელმძღვანელობ. საკმაოდ წარმატებული გუნდია, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. 5 ასაკობრივი, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი გვყავს. ამ წყები ბავშვები იყვნენ, საერთოდ არ ქონდათ ნათამაშებიდან, თავიდან ძალიან გაგვიზრდნელდა. პირველ რიგში რაგბი რო შეგვეყვარებინა, მე რაგბის ღირებულებები რო აგვეხსნა. მერე შემდეგ წამოვიდა ეს უნარები და ეს სკილსები, რომელიც დროთა განმავლობაში ავათვისებინეთ ბავშვებს და საკმაოდ კარგად თამაშობენ ჩვენი ასაკის ბავშვები, თითქმის ყველა ასაკში. მიუხედავად ანუ ჩვენი გარემოებრივი პირობები, რაღაცეების იმდენად ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, როგორც არის საჭირო, მაგრამ ანუ ჩვენ მაგას არ უშინდებით, პირიქით ყველასთან თანაბარი ორთაბრძოლას მართავთ. როცა ამ ასაკში ირწმუნებ შრომის ძალას, პატივსცემ თამაშის წესებს, თანაგუნდელებს და იაზრებ, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, მაშინ უკვე მზად უნდა იყო, რომ ერთ დღესაც ნაკრების მაისურს მოირგებ და დადებ გამარჯვების ლელოს.